მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებს ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხსვიტრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანსავს ცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას. თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის ქართველი ერის წინაშე. ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 1977 წელს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი ინტრონიზაციის დროს წარმოთქვა და იქიდან მოყოლებული დღემდე უკვე 47 წელია, რაც ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია. ილია მეორეს აღსაყდრებიდან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. განსაკუთრებით რთული პატრიარქობის პირველი წლები აღმოჩნდა. ილია მეორე სათავეში იმ ერის სულიერ მამობას ჩაუდგა, რომელიც 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რუსეთის გავლენის ქვეშ ცხოვრობდა. დაკეტილი იყო ეკლესია, მონასტრები, ტაძრებისა და სასულიერო პირების რაოდენობა კი შემცირებული. აღსაყდრებიდან 13 წლის შემდეგ მთავარ მიზანს მიაღწია და დედა ეკლესიამ ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. დღეს მართლაც არის ბრწყინვალე დღე, როდესაც ჩვენ აღნიშნავთ 47 წლის იუბილეს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის აღსაყდრებიდან. 47 წელი ეს არის მთელი ეპოქა, შეიძლება ითქვას, ეპოქა ქვეყნის გამტკიცებისა, გაძლიერებისა და რა თქმა უნდა სულიერი გაბრწყინვებისა. მისმა უწმინდესობამ ძალიან დიდი ღვაწლი დადო და ეს სახეზე არის დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ჩაიბარა მან სუდარა გადაფარებული ეკლესია და როგორ გამოაცოცხლა და გაამრავლა როგორც ტაძარ-მონასტერი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ღირსეული სასულიერო პირები. აღსაყდრებიდან მალევე მთელი საქართველო შემოიარა და მრევლს ღვთის სიყვარულს უნერგავდა. გახსნა სასულიერო სასწავლებლები და გიმნაზიები. დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი. პატრიარქი სხვადასხვა საეკლესიო გალობისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. მან დაამკვიდრა ქართული მრავალხმიანი გალობაც. პატრიარქის კურთხევით აშენდა სამების საკათედრო ტაძარიც. ილია მეორე თითქმის ყველა ქადაგებაში სიყვარულზე საუბრობს. განსაკუთრებით ზრუნავდა და ზრუნავს ერის სულიერ ცხოვრებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ერთიანობაზე. მის სახელს უკავშირდება რეგიონებში ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ეკლესია-მონასტრების აშენება. ილია მეორეს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს ზეიმობს. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. მრევლს ქადაგებით პატრიარქის მოსაყდრე მიმართა და ილია მეორეს ისტორიულ ღვაწლზე ისაუბრა. 1977 წელს 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და წინ ურთულესი აწლეულები გველოდა. ამიტომ ეკლესიის მეთაურს მართებდა განსაკუთრებული მოთმინების, სიბრძნის, მოწყალების და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ მადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სწორედ ასეთი თვისებების მქონე სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა. მას შემდეგ 47 წელია, რაც თქვენ ღირსეულად ატარებთ პატრიარქობის უმძიმეს ჯვარს, თქვენი მოწამებრივი მსახურება, რაზეც თქვენ ბრძანებთ, ჩვენთვის სულიერი ცხოვრების გზამკვლევია და თავგანწირვის და სიყვარულის ნათელი მაგალითია. ღმერთის, სამშობლოს და ადამიანისადმი თქვენი მსახურება შთაგვაგონებს გავხდეთ უკეთესნი, გვაძლევს ნათელ მაგალითს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მისი უმაღლესი ქმნილება ადამიანი. როგორ თავდაუზოგავად უნდა ვემსახუროთ სამშობლოს და როგორ სათუთად უნდა უფრთხილდებოდეთ ადამიანები ერთმანეთს. თქვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი მუდამ იყო მშვიდობის და ერთსულოვნების დამყარება თქვენ სამწყურში. ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ხობს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა. ბრძანეთ თქვენ და გვჯერა, რომ თუ ჩვენ თქვენი სამწყო, თქვენი მსახურების მაგალითს გავითავისებთ, ისევე როგორც წარსულში, თქვენი ლოცვითა და სულიერი წინამძღოლობით უფალი დღესაც შეგვაძლებინებს იმ რთული გამოწვევების გადალახვას, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. პატრიარქის აღსაყდრებიდან 47 წლის თავთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებიც გაიმართა. ღონისძიებაში კი პატრიარქის ნათლულები მონაწილეობდნენ. დღეს ჩვენ
ფიქრობთ რაოდენ დიდია მისი ღვაწლი და რაოდენ ნაყოფიერია. და ამის დასტური არის დღეს თქვენი აქ ყოფნა. აი დღეს გალობენ ჩვენი ბავშვები, რომლებიც არიან მისი უძველესობის და უნეტარესობის ნათლულები. რომელთა რიცხვი უკვე თითქმის 50,000 აღწევს. აი 47 წლის წინ ჩვენ გვახსოვს ვიცით რა მდგომარეობაში იყო საქართველოს ეკლესია და მისი უწმიდესობის ღვაწლით როგორ აღორძინდა და გაძლიერდა ის. აი ამის ერთ-ერთი გამოვლინება არის საკვირაო სკოლების დაარსება და გამრავლება, რაც როგორც იცით ასევე არის მისი უწმიდესობის და უნეტარესობის ლოცვა კურთხევა. და ამ სკოლებმა დღეს უკვე მიაღწია 130. პატრიარქის განსაკუთრებულ ღვაწლზე საუბრობენ სასულიერო პირები და ამბობენ, რომ ილია მეორე ყოველთვის და ყველა რთულ ეტაპზე ქვეყნისა და ერის გვერდით დგას. მინდა დიდი სიყვარულით მიულოცო ჩვენს ძვირფას და ღვაწლმოსილ პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47 წელი. მართლაც განუზომელია მისი ღვაწლი და ამაგი ჩვენი დედა ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე. უსურებთ მას მეგრძელობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ინებოს ღმერთმა მისი ლოცვით საქართველო დამთლიანებული იყოს, გაძლიერებული იყოს. დიდებული და ბედნიერი დღე არის ჩვენი უწმინდესის ინტრონიზაციის. ესე აღნიშნა დღევანდელ დღეს, რა ვიცი, მრავალი წელი არის უკვე გასული, რაც უწმინდესი ასე დაუღალავად შრომობს, მოღვაწეობს და რა ვიცი, მადლობა ჩვენს უწმინდეს თავისი შრომისთვის და სიყვარულისთვის და იმ სიკეთისთვის, რომელსაც ის ფლობს და ატარებს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 47 წლის იუბილეს ულოცავს პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. 47 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს უსურვებს კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას, ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47 წლის თავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. წლების სვლასთან ერთად კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებული სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ჩვენი უწმინდესი ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკელად დგას ჩვენი მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ილია მეორეს პრემიერ-მინისტრი. ჩვენს ერთწილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა ეპოქა მისი უწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. თითქმის ნახევარი საუკუნეა მისი სიბრძნე ღმერთის სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვაერთიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს. ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47 წლის თავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ილია მეორეს ულოცავენ აღსაყდრებიდან 47 წლის თავს პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დიდ მეუფეს ილია მეორეს ულოცავ მისი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 47 წლის თავს. უდიდესია ამ დღის სიხარული და მადლიერება, რომელიც წლიდან წლამდე მატულობს და ძლიერდება. ღმერთმა მოგცა უდიდესი წყალობა, რათა თითქმის ნახევარი საუკუნე გვეცხოვრა პატრიარქ ილიას წყემსთავრობის ქვეშ. განუზომელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც მას მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე.
საქმეში. მან წმინდანის მოშურნეობით აღასრულა უფლის მიერ დაკისრებული სახმრთო მისია ეტვირთა უმძიმესი ჯვარი დამცრობილი ეკლესიისა და აეხორციელებინა იგი ვითარცა შეშვენის ქართველებს. ჩვენმა პატრიარქმა თავისი ღვაწლის საბჭოთა მმართველობისა და ათეიზმის მძიმე ეპოქაში დაიწყო და ურთულეს წლებში გამოატარა მისი საყვარელი ერი, როგორც ჭეშმარიტმა მამამ და წინამძღოლმა. ეს მოვალეობა მის ინტრონიზაციაზე წარმოთქმულ სიტყვაშიც გამოჩნდა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. დღევანდელი 25 დეკემბერი აღსანიშნავია იმითაც, რომ ჩვენი პატრიარქის მმართველობა საქართველოს ისტორიაში გახდა ყველაზე ხანგრძლივი. აქამდე ეს ტიტული მე-18 საუკუნეში მოღვაწე აფხაზეთის დიდ კათოლიკოს გრიგოლ მეორეს ეკუთვნოდა, რომელიც 46 წელი მართავდა სამწყოს. ჩვენს პატრიარქს უსურებ მხნეობას, ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცეს და მისი სანუკვარი ოცნებების ახდენას მოაისრონ ერთიან, თლიან და გამარჯვებულ საქართველოს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს სილია მეორეს, დიდი სიყვარულით და ღრმა პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 47 წლის თავს. ვუსურვებ მას მხნეობას და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სილია მეორეს აღსაყდრებიდან 47 წლის თავს. 47 წლის წინ სვეტიცხოვლის ტაძარში მან ქართველ ხალხს მისცა პირობა, რომ საკუთარი მხრებით ზიდავდა პატრიარქის უმძიმეს და საპატიო მოვალეობას, რასაც პირნათლად ასრულებს. ძალიან დიდია ილია მეორეს ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებაში, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიყვარულით, პატივისცემით მადლობას ვუხდით მათ. უსურებ მის უწმინდესობას, ღეგრძელობას, ჯანმრთელობას, დიდხან სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბერად 24 წლის ასაკში აღიკვეცა. 1963 წელს ბათუმის ეპისკოპოსი გახდა. შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი. ის უკვე 47 წელია, რაც ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია.